მოგესალმებით. ვაგრძელებთ ტეხასური ჰოლდემის შემსწავლელ კურსს. წინა ვიდეოში შევისწავლეთ თამაშის წესები და კომბინაციები. ამ ვიდეოდან დავიწყებთ უკვე სტრატეგიის ნაწილის შესწავლას. წინა ვიდეოში ვახსენეთ ორი სიტყვით, რომ პოკერში არსებობს 4 ტიპის უპირატესობა. ეს უპირატესობები არის პოზიცია, ინიციატივა, ხელი, სიძლიერე და ინფორმაცია. ამ კონკრეტულ ვიდეოში შევეხებით პოზიციის და ინფორმაციის ნაწილს, ხოლო შემდეგ ვიდეოში შემოვიტოვებთ დანარჩენ ორ უპირატესობას. ამ უპირატესობებში იგულისხმება ტექნიკური ხასიათის უპირატესობები, რაც უშუალოდ პოკერის მაგიდასთან შეგვიძლია ვიქონიოთ ოპონენტზე. აქ არ იგულისხმება მაგიდებს მიღმა ფაქტორები. ამაზე ცალკე ვიდეო იქნება, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა არ იგულისხმება კიდე რათა პიროვნული უპირატესობები. ანუ სკილის უპირატესობა. ეს სხვა რამეა და სწორედ ამას ემსახურება ეს კურსი, რომ გავანვითაროთ ჩვენი სკილი. აქ იგულისხმება ზოგადად მაგიდასთან რა უპირატესობები შეგვიძლია თამაშის სტრუქტურიდან გამომდინარე ვიქონიოთ ოპონენტებზე. ერთი სიტყვით, პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა. ამაზე თითქმის ერთხელ თანხმდებიან პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები და დავიწყოთ პირველ რიგში პოზიციის განმარტებით. როგორც წინა ვიდეოში ვიხილეთ ვიდეო ისტორიაში, აქაც მაგიდაზე არის 6 მონაწილე წარმოდგენილი და ეს ამ ფოტოზე არის დასახელებული ყველა პოზიცია. თუმცა, რა თქმა უნდა, პოკერის უშუალოდ პოკერის მაგიდასთან ესე არ არის ხოლმე დასახელებული, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს განსაზღვრავთ აი ამ დილერის ღილაკიდან გამომდინარე. ამ პოზიციას ვეძახით ბათონს, იქიდან გამომდინარე, რომ დილერის ღილაკი გვიჩვენებს, დილერის ღილაკი თარგმანში ნუ პრინციპში ინგლისურად არის ბათონ და ბათონს ვეძახით ამ პოზიციას აქედან გამომდინარე. ეძახიან კიდე ხანდახან დილერს, მაგრამ ეს შეცდომაა. დილერი არის ადამიანი, რომელიც კარტს არიგებს და ანუ ონლაინ პოკერში პროგრამა არიგებს კარტს. ოფლაინში სპეციალური მონაწილე, რომელიც კაზინოს თანამშრომელია და არ მონაწილეობს თამაში და ამიტომაც დილერის დაძახება შემთხვევაში დაგვაბნევს ხოლმე. აქედან გამომდინარე ბათონს ვეძახით. კარგით, ეს ახსენეთ. Small blind და big blind არიან მოთამაშეები, რომლებიც იხდიან ბრმაფსონებს. ეს რა თქმა უნდა მონაცვლეობით ხდება და ეს პოზიციებიც მოთამაშეებს აქვს მონაცვლეობით. ეს წინა ვიდეოშიც ვახსენეთ. ანუ პატარა ბლაინდი და დიდი ბლაინდი აუცილებელი ფსონები და ეს არის პირველი პოზიცია. EP აქ აწერია, მაგრამ სხვანაირად მოიხსენიებენ როგორც UTG-ს ამ პოზიციას. ესეც არის ცნობილი, ნუ EP ნიშნავს early position და UTG ნიშნავს under the gun. როგორც თქვენ გაგიხარდებათ, ისე მოიხსენიეთ ეს პოზიცია, ზოგჯერ შეიძლება პირველი პოზიციაც დაუძახოთ ამას. Under the gun-ში იგულისხმება top დამიზნებული, რადგან პირველი უწევს მას პრეფლოპ გათამაშებებში გადაწყვეტილების მიღება და ყველა დანარჩენი მონაწილე ერთი სიტყვით უყურებს თუ რას იზამს ის და აქედან გამომდინარე იწყება მე როგორ დარიგების მსვლელობა. პირველი იმიტომ იღებს პრეფლოპ გათამაშებებში UTG გადაწყვეტილებას, რომ ბლაინდებს უკვე თავიანთი ფსონების სახით, ბრმაფსონების სახით უკვე აქვთ გაკეთებული სვლა. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი დაიწყებდა small blind-ი. ანუ ზოგადად პოსტფლოპ გათამაშებებში როცა ფლოპი გაიხსნება, შემდეგ უკვე იწყებს ხოლმე small blind-ის სვლას. ანუ დაახლოებით ესეთია თანმიმდევრობა. small blind-ი იწყებს, შემდეგ მივიდივართ საათის სისის მიმართულებით და ბათონი არის ბოლო პოზიცია, რომელიც ასრულებს ყოველთვის სვლას. ამას კიდევ დავუბრუნდებით. ეხლა გავაგრძელოთ საათის სისის მიმართულებით პოზიციების განხილვა და შემდეგი პოზიცია არის MP, ანუ middle position, საშუალო პოზიცია, შემდეგი არის cut-off-ი და შემდეგი არის ბათონი. როგორც ავხსენით, ბათონი ყველა პოზიციასთან მიმართებაში არის პოზიციაში და ამიტომაც cut-off-ი და ბათონი არიან წარმოდგენილი აქ მწვანე ფერში. აქ არის გამოყენებული შუქნის ფერები, რაც მომწონს, იმიტომ რომ როცა ვიმყოფებით მწვანე ფერით აღნიშნულ პოზიციებზე, შედარებით უფრო მეტი სუფლება შეგვიძლია საკუთარ თავს მივცეთ, ანუ მეტი სასტარტო ხელის გათამაშების, ამას შემდეგ ნაწილში უფრო დეტალურად გავივლით. ხოლო როცა MP-ზე ვიმყოფებით, ამ შემთხვევაში უკვე შედარებით უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, დაახლოებით ისე როგორც შუქნიშაზე ყვითელზე და EP-ზე პირველ პოზიციაზე გვიწევს განსაკუთრებული სიფრთხილე, იქიდან გამომდინარე, რომ ორი პოზიციის გარდა დანარჩენ პოზიციასთან მიმართებაში მოგვიწევს თამაში პოსტფლოპზე უპოზიციოთ. ბლაინდებიც ძალიან საფრთხილო პოზიციებია, თუმცა ბლაინდებზე არის ის გამონაკლისი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს რაღაც თანხა ინვესტირებული პოტში. აქედან გამომდინარე, შედარებით უფრო ხელსაყრელი შანსები გვაქვს ხოლმე თამაში მონაწილეობის მისაღებად. შეიძლება ოპონენტებმა გააკეთონ
პატარა ზომის ფსონები და ჩვენი უკვე გადახდილი თანხების გათვალისწინებით ჩვენი ეგრეთ წოდებული პოტოცები, ანუ ბანკის შანსები იქნება ძალიან ხელსაყრელი იმისათვის რომ გავათამაშოთ ბევრი ხელი თუნდაც უპოზიციოდ. თუმცა ეს უკვე მათემატიკის ნაწილია და ამას უფრო დეტალურად გავველით ამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოში და კიდე მათემატიკის ვიდეოში. შემდეგი ვიდეო იქნება ინიციატივასა და ხელის სიძლიერეზე და იქ ყველა პოზიციიდან თუ რა და როგორი სიძლიერის ხელებით ვითამაშებთ, მათ შორის ბლაინდებზე ვისაუბრებთ ამაზე. ერთი სიტყვით, მე მგონი დავასრულეთ პოზიციებზე საუბარი. უბრალოდ ეხლა შევაჯამოთ ორი სიტყვით გადავიმეოროთ პოზიციები და გადავიდეთ უკვე შემდეგ სლაიდზე, სადაც მოთამაშეთა ტიპებს განვიხილავთ და თუ როგორ ვეთამაშოთ ამა თუ იმ მოთამაშეთა ტიპებს. კარგი. პირველი ეს არის ბლაინდები, რომლებიც კარტის დარიგებამდე აკეთებენ ბრმა ფსონებს. შემდეგ კარტის დარიგების შემდეგ პრეფლოპ გათამაშებებში იღებენ გადაწყვეტილებებს. შემდეგი თანმიმდევრობით მოთამაშეები. EP, MP, cut-off-ი, ბატონი, small blind-ი და big blind-ი. ანუ ბოლო იღებს big blind-ი პრეფლოპ გათამაშებებში. ხოლო ფლოპის გახსნის შემდეგ ყველა ქუჩაზე, ანუ ყველა სავაჭრო რაუნდში ჯერ იღებს გადაწყვეტილება small blind-ი და შემდეგ საათის ისრის მიმართულებით. თუ რა თქმა უნდა გამოეთიშებიან მოთამაშეები, ამ გამოთიშული მოთამაშეების გათვალისწინებით თამაშობთ. მაგალითად, თუ small blind-ი გამოეთიშება, big blind-ი დაიწყებს. big blind-ის გადაწყვეტილება იქნება პირველი და ასე შემდეგ, და თუ ბატონი გამოეთიშება, ბოლო გადაწყვეტილებას cut-off-ი მიიღებს და ასე შემდეგ. ყველაფერი ხდება საათის ისრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ავხსენი. ან skills, რა თქმა უნდა, დაკვირვებით პოკერის მაგიდასთან გავანვითარებთ და ანუ ძალიან ადვილად უნდა ამოვიცნოთ ჩვენი პოზიცია და თუ რომელ პოზიციასთან რა პოზიციაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რა. დაახლოებით რა უპირატესობას გვაძლევს ორი სიტყვით, ბარემ მაგასაც ვიტყვი, ანუ უპირატესობას გვაძლევს იმას, რომ როცა ჯერ ჩვენი ოპონენტი სვლა და შემდეგ ჩვენი, ჩათვალეთ რომ ერთი ნაბიჯი წინ ვართ, ერთი ფსონით უფრო მეტის value bets-ი გაკეთება შეგვიძლია და ჩეკით შემდეგი უფასო კარტის ნახვა და ასეთი უპირატესობები გვაქვს და რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა ძალიან დიდ პლუს და თუ შევაფასებთ სტატისტიკებს და უშუალოდ თუ რომელ პოზიციაზე რამდენია შემოსავალი, ანუ რამდენიმე ათეული big blind-ი შეიძლება იყოს განსხვავება, ანუ big blind-ებით იზომება ესენი მოგების რეიტინგი პოკერში და ანუ 100 დარიგებაზე big blind-ით, ანუ BB100 და ანუ შეიძლება რამდენიმე ათეული BB100 იყოს განსხვავება მაგალითად ბატონსა და EP-ს შორის, ანუ ესეთი რადიკალური შემოსავლიანობა შეიძლება იყოს, როგორც არის. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. შემდეგ სლაიდზე ავხსნი თუ რა მოთამაშეთა ტიპები ხვდებიან მაგიდებზე და როგორ უნდა ვეთამაშოთ ამ მოთამაშეებს. ერთი სიტყვით, პოკერის მოთამაშეთა ტიპებსაც შეეხება. ჯერ დავასახელებ ორ დიდ ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ბევრი შიდა ჯგუფი. ორი დიდი ჯგუფი რო დავასახელოთ, ეს იქნებიან პროფესიონალი მოთამაშეები, ანუ ასეთ მოთამაშეებს ეძახიან რეგებს, რეგულარებს და რეკრეაციული მოთამაშეები, რომლებსაც სლენგზე მოიხსენიებენ როგორც ფიშებს. ამ ორი ტიპის გარდა კიდე ხვდებიან შიდა ტიპები, მოთამაშეთა ტიპები და სწორედ ახლა ამებს განვიხილავთ ამ სლაიდის დახმარებით, სადაც არის წარმოდგენილი 4 მოთამაშეთა ტიპი. თუმცა უფრო მეტი მოთამაშეთა ტიპი ხდება და ზოგადად ყველა მოთამაშე ინდივიდუალურია მეტნაკლებად. მაგრამ როცა მოთამაშეებზე ინფორმაცია დიდი არ აგვაქვს, აქედან გამომდინარე ზედაპირული ლაკვირვებით მივაკუთვნებთ ხოლმე რამე მოთამაშეთა ტიპს და შემდეგ გვეცოდინება როგორ უნდა ვითამაშოთ ასეთი მოთამაშეთა ტიპის წინააღმდეგ. კარგი, აქ არის წარმოდგენილი აგრესიული და პასიური და ტაიტი და ლუზი. ტაიტი ნიშნავს მოთამაშეს, რომელიც ცოტა სასტარტო ხელებს ათამაშებს, ანუ ხოლო ძლიერ სასტარტო ხელებს ელოდება. ლუზი ნიშნავს, რომელიც შედარებით უფრო ბევრ სასტარტო ხელებს ათამაშებს. ანუ აკეთებს პოტში ინვესტიციებს უფრო მეტი ნაირსახეობის სასტარტო კომბინაციებით. აგრესიული ნიშნავს, რომელიც უფრო მეტად აგრესია არის ინიციატივის სინონიმი პოკერში, ანუ მეტად აკეთებს ბეთებს და რეიზებს და პასიური ნიშნავს, რომელიც უფრო მეტად ქოლავს და
ჩეკავს და თამაშობს პასიურად. დავიწყოთ აქ წარმოდგენილი პირველი კატეგორიიდან აწერია tight აგრესივი და აბრევიატურა თაგი. ეს არის ის იმ კატეგორიის მოთამაშე, რომელიც პრინციპში რა კატეგორიის თამაშებს ვსწავლობთ ამ კურსზე. ესეთი მოთამაშეები ძირითადად არიან პროფესიონალი მოთამაშეები, რომლებიც არიან გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი მოთამაშეები, თავისთავად. და ესენი არიან ჩვენი სამიზნე ოპონენტები. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგაც მოგვიწევს თამაში, მაგიდებზე რა თქმა უნდა შეგხვდებიან, მაგრამ ჩვენი სამიზნე ოპონენტები, ანუ მაგიდებს ასეთი მოთამაშეების მიხედვით არ შევარჩევთ. შემდეგი მოთამაშე არის წარმოდგენილი lose აგრესივი, რომელიც აგრესიულად ათამაშებს ასევე თავის ჰენდებს, მაგრამ ათამაშებს ბევრ სასტარტო ხელს. ხშირად იღებს დარიგებაში და აქტიურად მონაწილეობს და აგრესიულად. ესეთი მოთამაშეები შედარებით მაღალ ლიმიტებზე არიან პროფესიონალებიც და რეკრეაციული მოთამაშეებიც, მაგრამ მიკრო ლიმიტებზე და საწყის ლიმიტებზე მოდი ასე ვთქვათ, უფრო ძალიან იშვიათია, რომ ვინმე შეხვდეს პროფესიონალი ამ სტილის მოთამაშე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტილი ზოგადად არ მუშაობს კარგად დაბალ ლიმიტებზე, ზოგადად ბლეფი კარგად არ მუშაობს დაბალ ლიმიტებზე, იმიტომ რომ ბევრი რეკრეაციული მოთამაშეების ყოფნა განაპირობებს იმას, რომ ბლეფი არ არის ეფექტური და აქედან გამომდინარე, თუ შევხედავთ, რომ ოპონენტი ძალიან ლუზურად და აგრესიულად თამაშობს, ძირითად შემთხვევებში ესეთი ოპონენტები არიან ხოლმე მანიაკები, აი აქ არის ესეთი მეცახელი, ასეთი სტილის მოთამაშეების და ესეთი მოთამაშეების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. უფრო დავუთმოთ ხოლმე ინიციატივა და მოვახერხოთ ხოლმე ბლეფის პროვოცირება. შემდეგი და რა თქმა უნდა ვეცადოთ, რომ მეტნაკლებად ძლიერი ხელი დავახვედროთ ხოლმე მე. შემდეგი მოთამაშეთა ტიპი არის წარმოდგენილი lose პასივი. ესეთი ტიპის მოთამაშეები ყველაზე მეტნი არიან რეკრეაციულ მოთამაშეებს შორის პატარა ლიმიტებზე. ანუ calling station-ს ეძახიან ესეთ მოთამაშეებს და მათ არ უყვართ კარტის დაყრა. უყვართ ვაჭრობის ბოლო რაუნდამდე და შოუდაუნამდე მისვლა, შემდეგ კომბინაციების შედარება, ცდილობენ შეაგროვონ კარგი კომბინაციები, არასოდეს არ ყრიან მომლოდინე ხელებს და ერთი სიტყვით ასეთ მოთამაშეებს მე მოფერებით ვეძახი პატიოსთან გადამხდელებს, რომლებიც კარგად იხდიან. ჩვენი მიზანია, რომ ესეთ მოთამაშეების წინააღმდეგ დავიჭიროთ რამე კარგი მომგებიანი კომბინაცია და შემდეგ გავაკეთოთ დიდი ზომის ველიუბეთები და მივიღოთ ანაზღაურება. ეს ზემოთხსენებული lose აგრესივი და lose პასივი არიან იმ კატეგორიის მოთამაშეები, რომლებიც არიან ჩვენი სამიზნე ოპონენტები მიკროლიმიტებზე, რომლებთანაც უნდა ვეცადოთ, რომ ვითამაშოთ პოზიციაში საკმაოდ ხშირად. შემდეგი მოთამაშეთა ტიპი არის წარმოდგენილი tight პასივი. tight პასივი იგულისხმება მოთამაშე, რომელიც ცოტა სასტარტო ხელებს ათამაშებს და ათამაშებს პასიურად, არასაკმარისად აგრესიულია. მიკროლიმიტებზე ესეთი მოთამაშეები ძირითადად როგორც რეკრეაციული მოთამაშეები, ასევე რეგულარული მოთამაშეები ხდებიან, იმიტომ რომ ბევრი რეკრეაციული მოთამაშეების ყოფნა მიკროლიმიტებზე განაპირობებს ხოლმე იმას, რომ აი ტაიტი პასიური სტილის მოთამაშეებსაც შეუძლიათ ხოლმე გრძელვადიან პერსპექტივაში დადონ სტაბილური პლუსი და გამოიმუშავონ პოკერით თანხა, თუმცა ლიმიტების გაზდა ესეთ მოთამაშეებს ძალიან უჭირთ, ვინაიდან მაღალ ლიმიტებზე ესეთი ცოტა გონიერი რეგულარები არ პატიობენ ესეთ თამაშს და ძალიან უტევენ ასეთ მოთამაშეებს და ამის შედეგად ვერ განვითარდებიან, რა თქმა უნდა, არ აქვს დახვეწილი სტრატეგია და ასე შემდეგ. ესეთ მოთამაშეებს კიდე ეძახიან ნიტებს, აი აქ არის წარმოდგენილი ორი ტოზი, ძირითადად როცა ინიციატივას იღებენ ესეთი მოთამაშეები საკუთარ თავზე, ძირითადად ეს ნიშნავს ხოლმე სიძლიერეს, რასაც უნდა ვუფრთხილდეთ აუცილებლად, იგივე შეიძლება ითქვას lose პასიურ მოთამაშეებზეც, როცა lose პასიური მოთამაშეებიც იღებენ საკუთარ თავზე ინიციატივას, ესეთი მოთამაშეებიც ასეთ შემთხვევებშიც ძირითადად უნდა ვუფრთხილდეთ, რასაც ვერ ვიტყოდით მაგალითად lose აგრესივზე. რაც შეეხება tight აგრესივს, ესეთი მოთამაშეები ძირითადად იქნებიან ხოლმე შედარებით დაბალანსებულები, ერთსა და იმავე სიტუაციაში ეცდებიან, რომ
რაღაცა bluff range-იც იქონიონ და value range-იც, რისი გარჩევაც შედარებით ძნელი იქნება და ამაზე მუშაობა მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ორი სიტყვით ამას ვერ დავახასიათებთ, თუ როგორ და რანაირად უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. კარგით, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაგიდებზე ეს მოთამაშეები, რა თვისებები ახასიათებთ და ასე შემდეგ. ანუ რეკრეაციულ მოთამაშეებს ზოგადად ახასიათებთ ლიმპები. ლიმპი არის ქმედება, როცა ადამიანი ათანაბრებს დიდ blinds უბრალოდ call-ით და არაკეთებს raise preflop გათამაშებებში. ესეთ ოპციას პროფესიონალი მოთამაშეები ძირითადად არ იყენებენ. თუმცა ესეთი ტაიტი პასიური სტილის მოთამაშეები გამოიყენებენ ხოლმე, მაგრამ მაინც ეს მეტყველებს სტრატეგიის, ესე იგი, ესე ვთქვათ, ლიქზე, ანუ სტრატეგიაში ხრელზე, რომელიც არ მუშაობს, ასე ვთქვათ. ესეთი საქციელი მიგვითითებს იმაზე, რომ ოპონენტი არის რეკრეაციული მოთამაშე და მასთან თამაში ჩვენთვის ხელსაყრელია. ასევე მაგიდებზე ძირითადად არიან ხოლმე წარმოდგენილი რეკრეაციული მოთამაშეები არასრული სტეკით. არასრულ სტეკში გულისხმობ, როცა მაგიდაზე მაქსიმალური ბაინი ძირითადად არის ხოლმე 100 დიდი ბლაინდი, პროფესიონალები ცდილობენ რომ იჯდნენ 100 დიდი ბლაინდით მაგიდებთან და მიიღონ, ასე ვთქვათ, მაქსიმალური შედეგი მაგიდაზე. ამას არ ითვალისწინებენ რეკრეაციული მოთამაშეები და ხედან შეიძლება 65 დიდი ბლაინდით ან რაღაც ეგეთი და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე გვეძლევა საშუალება რომ ვივარაუდოთ რომ ესეთი სტეკით იჯდება რეკრეაციული მოთამაშე. კიდევ მაგიდების რაოდენობაზე შეგვიძლია ვთქვათ, ანუ პროფესიონალი მოთამაშეები ძირითადად თამაშობენ 4 მაგიდიდან ზევით, 8-10 მაგიდას, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტსაც. ხოლო რეკრეაციული მოთამაშეები ძირითადად თამაშობენ 2-3 მაგიდას მაქსიმუმ, ძირითად შემთხვევებში 1 მაგიდას. ანუ აი ამ ნიშნებით უნდა შევარჩიოთ მაგიდა, რამდენად ხელსაყრელია ჩვენთვის სათამაშოდ და უნდა შევუტიოთ რეკრეაციულ მოთამაშეებს. პოკერი ის თამაში, სადაც უნდა ვეთამაშოთ ჩვენზე სუსტ მოთამაშეებს. სასურველი კი არა, აუცილებელია წინააღმდეგ შემთხვევაში პოკერში უბრალოდ წარმატებას ვერ მიაღწევს ადამიანი, ვერ დააგროვებს. თანხას ბანკროლს ვეძახით, ამაზეც ვისაუბრებთ და ვერ გამithარდება შესაბამისად. კარგით, მოდი დავუბრუნდეთ წინა სლაიდს, სადაც იყო წარმოდგენილი პოზიციები და თქვათ ეგეთი რაღაცა. თუ მაგიდასთან დავინახავთ, რომ ზის რეკრეაციული მოთამაშე, ჩვენთვის სასურველია, რომ დავждეთ მისგან ხელ მარცხნივ. ანუ ის იჯდეს ჩვენგან ხელ მარჯვნივ. თუ მაგალითად აი ამ პოზიციაზე იჯდებოდა რეკრეაციული მოთამაშე, ჩვენთვის ხელსაყრელი პოზიცია იქნებოდა აი ეს პოზიცია. იქიდან გამომდინარე, რომ 6 დარიგებიდან 5 ჯერ მის წინააღმდეგ ვიქნებოდით პოზიციაში. და სწორედაც პოზიციაშია თამაში ყველაზე ხელსაყრელი, როგორც ზემოთ აღვნიშნე. გამონაკლისი შემთხვევა იქნებოდა small blind-ი, როცა ჩვენ მოგვიწევდა small blind-ი, ჩვენი ოპონენტი იქნებოდა button-ი და ამ შემთხვევაში არ ვიქნებოდით მის წინააღმდეგ პოზიციაში. დანარჩენ სიტუაციაში, ანუ ყველა ჯერზე პოზიცია იქნება ჩვენს სასარგებლოდ. პრინციპში ეს არის და ეს მაგიდების შერჩევაზე ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ მაგიდები, უნდა იყოს წარმოდგენილი მინიმუმ 1 რეკრეაციული მოთამაშე მაინც და უნდა გქონდეს მასზე პოზიცია. მიკროლიმიტებზე ეს არ არის ხოლმე პრობლემა და მაგიდების შერჩევას რაღაც არსებითი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება ხოლმე, მაგრამ როგორც კი ლიმიტებს გავსდით, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ძალიან აკურატული სელექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ისეთი მაგიდა გვხდება ცოტა უფრო მაღალ ლიმიტებზე, სადაც საერთოდ არც კი არის წარმოდგენილი რეკრეაციული მოთამაშე და მოთამაშეები, ну, ასე ვთქვათ, მოთამაშეების უმრავლესობა მინუსში თამაშობს იმ მაგიდაზე, იმიტომ რომ შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგ არ გააჩნდეთ რეგულარულ მოთამაშეებს ის უბედესობა, რაც გაისტურებს საკომისიოს ეგრეთ წოდებულ RX, რასაც იღებს პოკერუმი თამაშის ორგანიზატორი. კარგით, ამ უპირატესობებზე საუბარი დავასრულეთ. მოდი ამოვიღოთ ჩვენი ვირტუალური ფულის პოკერუმი და უბრალოდ ერთი რაღაცა დავამატოთ ამ დღევანდელ ჩვენს გაკვეთილს. ავიღეთ ჩემი ჩიპები, რომელთაც უბრალოდ გვაძლევენ. მოდი გავხსნათ ახლა მაგიდა და დავამატოთ ერთი რაღაც. თითქოს ყველა პოკერუმში არის ესეთი ფუნქცია, რომ მოთამაშე მოვნიშნოთ რამე ფრად. მაგალითად მე რეკრეაციულ მოთამაშეებს ან low passive მოთამაშეებს ეგრეთ წოდებულ call station-ებს წვანე ფერში ვნიშნავ. tight aggressive-ებს, давხეთ
წითელ ფერში. თუმცა ეხლა tight აგრესივები რა თქმა უნდა აქ ვირტუალურ ფულზე არ იქნებიან წარმოდგენილი და პროფესიონალი მოთამაშეები და ძლიერი სტრატეგიით. აქ ხა ძირითადად რა თქმა უნდა ყველა რეკრეაციული მოთამაშეა აქ არის თამაში ვირტუალურ ფულზე და უბრალოდ მე აქ ტექნიკურ ხარეს მინდა გამომახვილო ყურადღება. შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერები, რომელი ფერით რომელ რეკრეაციულ მოთამაშეს კი არა და რომელ მოთამაშეს ტიპს მონიშნავთ და იმის მიხედვით მონიშნოთ. კიდევ, ეს თითქმის ყველა პოკერუმშია ესეთი ფუნქცია მახსენდება უბრალოდ ერთი პოკერუმი სადაც არ არის, თორე ვიტყოდი ყველაშია თქო. აი შეიძლება იყოს იქ ეწოს player note ან რაღაც ეგეთი. კიდე არის note-ი, სადაც შეგვიძლია დავაწეროთ მაგალითად opponents რო არის პასიური მაგალითად და შემდეგ რომ მივიტანთ კურსორს ოპონენტზე, გვაჩვენებს რომ ოპონენტი არის ანუ რაც დავაწერეთ, უბრალოდ იმას გვაჩვენებს, ჩვენ თუ პასიური დავაწერეთ, პასიურს გვაჩვენებს. ეს ახლა Poker Stars-ის ლობია, სხვა რომებშიც დაახლოებით იგივენაირად არის ხოლმე ყველაფერი მეტნაკლებად, თუმცა ახლა ესეთი დახვეწილი რა თქმა უნდა არ არის. კიდე მინდოდა მე თქვა limp-თან დაკავშირებით წეღან მახსენებლები. აი ახლა ეს ოპონენტები რასაც აკეთებენ, რომ big blind-ის ფსონს რო ათანაბრებენ ერთი დიდი ბლაინდით, ანუ აკეთებენ calls პრეფლოპზე, ესეთ ქმედებას ქვია limp-ი. ზოგადად რაც შეეხება ტერმინოლოგიას, შემდეგ ვიდეოში ძალიან დაგჭირდება ტერმინოლოგიის შედარებით ცოდნა, იმიტომ რომ უკვე ცოტა ცოტა უფრო ისეთ საკითხებს განვიხილავთ, სადაც ცოტა მეტი ტერმინების რახარუხი იქნება მარტივად რო ვთქვათ და აქედან გამომდინარე ამ ვიდეოს პირველ კომენტარში იქნება ფაილი, სადაც იქნება წარმოდგენილი ტერმინოლოგია, მინი პატარა ლექსიკონივით იქნება პოკერის და თუ გაეცნობით ამ ფაილს ძალიან გაგვიმარტივებს კომუნიკაციას ეს ამბავი. პრინციპში მე მგონი ყველაფერი რაც მინდოდა მე თქვა დავასრულე. უბრალოდ აი ხა მაგიდაზე გავამყაროთ ჩვენი პოზიციის ცოდნა. აი ეს არის დილერის ღილაკი, რომელიც განსაზღვრავს ბატონს. სამწუხაროდ ხა მაგიდებს აქ პოზიციებს არ აწერიათ თავი დასახელებები. ბატონიდან გამომდინარე წარმოდგენილია small blind და big blind-ი, შემდეგ EP, MP, cut-off-ი, როგორც იყო წარმოდგენილი slide-ზე. კარგით, დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.